თავი მე-15. მაშინ უმღერეს მოსემ და ისრაელიანებმა ეს სიმღერა უფალს და ასე თქვეს: ვუმღერი უფალს, რადგან განდიდა დიდად. ზღვაში გადაყარა ცხენი და მხედარი. ჩემი ძალი და დიდებაა უფალი. მხსნელად მყავდა იგი. ჩემი ღმერთია და მას ვაქებ. მამა ჩემის ღმერთია და მას ვადიდებ. მეომარია უფალი. უფალია მისი სახელი. ზღვაში ჩაყარა ფარაონი და მისი ლაშქარი. მისი რჩეული მხედართმთავრები დაიხრჩნენ მეწამულ ზღვაში. მორევმა ჩაიხვია ისინი. ქვებივით ჩაიძირნენ ღურღუმელში. შენი მარჯვენა უფალო განთქმულია ძალით. შენი მარჯვენა უფალო ლეწავს შენს მტრებს. შენი უსაზომო დიდებით ამხობ შენს წინააღმდგომთ. გზავნის შენს რისხვას და ჩალასავით გადაბუგავ მათ. შენი ნესტოების ქარით აზვირთნენ წყლები. კედლად აღიმართნენ ზვირთები. შენით და მორევი შუაგულ ზღვაში. თქვა მტერმა: დავედევნები, მივეწევი. გავიყოფ ნადავს, ჯავს ვიყრი მათზე. მახვილს ვიშიშვლებ და მუსრს გაავლებს მათ ჩემი ხელი. სული შეუბერე და ზღვამ დაფარა ისინი. ტყვიასავით ჩაიძირნენ ბობოქარ წყლებში. ვინ არის შენი მსგავსი უფალო, ღმერთთა შორის? ვინ არის შენ მსგავსად რომ იყოს ძლიერი სიწმინდით, ქებათა ღირსი, სასწაულ მოქმედი? მოიღერე მარჯვენა და მიწამ ჩაყლაპა ისინი. ატარე შენი მადლით ეს ხალხი და გამოიხსენი. მიიყვანე შენი ძლიერებით შენი სიწმინდის სამკვიდრებელში. გაიგონეს ხალხებმა და შეძრწუნდნენ. აცახცახდნენ ფელაშეთის მკვიდრნი. მაშინ შეშფოთდნენ ედომის მთავრები. მოაბის ბელადები შეიპყრო შიშმა. დაყუნდნენ ქანაანის მკვიდრნი. დაეცათ თავზარი შენი ძლიერი მკლავისაგან. ქვასავით იდუმონ, ვიდრე ჩაივლიდეს უფალო შენიერი, ვიდრე ჩაივლიდეს ეს ხალხი, შენ რომ დაიხსენი. შეიყვანე და დააფუძნე იგი შენ სამკვიდრო მთაზე. იმ ადგილას შენს დასავანებლად რომ შექმენი უფალო. იმ საწმიდარში შენი ხელით რომ დაამყარე მეუფევ. იმეფებს უფალი უკუნითი უკუნისამდე. როცა შევიდნენ ზღვაში ფარაონის ცხენები, ეტლებითა და მხედრებითურ, ზღვის წყლები მიაქცია მათზე უფალმა. ხოლო ისრაელიანები მშრალად გავიდნენ ზღვაში. აიღო ხელში დაფდაფი მირიამ წინასწარმეტყველმა, აარონის დამდა მიყვნენ მას დედაკაცები დაფდაფებით და დააბეს ფერხული. ასე შეუძახა მათ მირიამმა: უმღერეთ უფალს, რადგან დიდად განდიდდა იგი. ცხენი და მხედარი ჩაჰყარა ზღვაში. დადრა მოსემ ისრაელი მეწამული ზღვიდან და გავიდნენ შურის უდაბნოში. 3 დღეს იარეს უდაბნოში და ვერ იპოვეს წყალი. მიადგნენ მარას, მაგრამ მარაში წყალი ვერ დალიეს, მწარე იყო. ამიტომაც ეწოდება სახელად მარა, მწარე. შეშჩივლა ხალხმა მოსეს და უთხრა: რა დავლიოთ? შეღაღადა მოსემ უფალს და დაანახვა უფალმა მორი. ჩააგდო იგი წყალში და გამწყნარდა წყალი. იქ დაუდგინა უფალმა ხალხს წესი და სამართალი და იქ გამოსცადა იგი. თქვა: თუ გაიგონე ბუფლის, შენი ღვთის ხმას და სწორედ მოიქცევი მის თვალში, ყურს დაუგდებ მის ბრძანებებს და დაიცავ ყველა მის წესს. არ შეკრი არც ერთ სენს, ეგვიპტეს რომ შევყარე, რადგან მე ვარ უფალი, შენი გამკურნებელი. მივიდნენ ელიმში, იქ იყო 12 წყაროს თვალი და 70 ფინიკის ხე. იქ დაიბანაკეს წყლებთან.